დღეს არის არ იწვია დღეს. დღეს არის 8. ლილეს გამოსაყვანად შენელი აზროვნება მაქვს შენელებ. მივდივართ ლილეს გამოსაყვანად. ახლა განახებთ ლიზას. აი ესე გამოიყურება ჩვენი გოგო. ეფიცხება მზეს ფეხუცებით. თვალებში რო არ მიანათოს, იმიტომ რომ ეს კარგად აქეთ ამხარეს რომ მივდივართ, არ უდგება კარგად. კალიასკის ქოლგა და აი ესე მივდივართ. სკოლაში ჩასასვლელად ფეხით გჭირდება ესეთი რა ნორმალური ტემპით. რო არ ვირბინო. სადღაც 5 წუთი რა. ახლოს არის. 60-ზე ხო მithქვამს ეს რამოდენიმე ჯერ თქვენთვის. 75-ზე მე ვარ. ხო დღეს არის ორშაბათი. დღეს უკვე მთლიანი დღით ექნებოდა ლილე, ანუ პირველი ხუთშაბათს ხო დაიწყო და ხუთშაბათი და პარასკევი იყო ცოტა გვიანი წყებოდა 9:30-ზე და ადრე მთავრდებოდა სადღაც 2-ზე ხო და ეხლა დღეს უკვე ჩვეულებრივად დაიწყო 8-ზე უკვე იქ იყო სკოლასთან და გამოვა 3:20 წუთზე. ესეთი ამბები. მე და ლიზაც ვსეირნობთ ორშაბათიდან პარასკევამდე ვსეირნობთ. ძალა უნებურად ვსეირნობთ. მან რო ის არის წამოიღე მილიონკა. ლოგინზე რო ნაჭერი იდევს წამოიღე. ბავშვს სალამი რა არ ვიცი ალბათ ბევრჯერ მოგესალმებით ამ ვლოგში ჩუმად ლაპარაკობ იმიტომ რომ სოსოს და ლილეს ჯერ წინავთ ახლა დილის 7 საათი ხდება მე დილის 5 საათიდან აღარ დამეძინა გერა და მაწუხებს რაღაცეები და არ დამაძინა მაგ რაღაცეებმა მანამდე ორჯერ გავიღვიძე რა თქმა უნდა მოკლედ ეხლა სანამ ლილეს გავაღვიძებ, მანამდე ლანჩბოქსი გავამზადებ. ცოტა ჩუმად ვიმოძრავთ. დღეს ვატანთ გუშინ მოვუხარშე ბანტი მაკარონები ბანტიკები სანამ მაკარონი თბება სტაფილო ჩავუდგეთ სტაფილო ძალიან უყვარს ესეთი იოგურტი მე მოკლედ ჩავუდგეთ ესეთი პატარა სტაფილოებია უშენ თხოვა რომ ჩამიყარე ეგენიც ავიღე
გაიღვიძა თვითონ. რაოდე? გაიღვიძე? შენ ლანჩბოქსი გავამზადო. შენ მანამდე უკა გამოფხიზლდი და ხელპერი დაიბანე. ყურძენიც. სიმილამაზი. განახებთ როგორ გამოიყურება ლილის ლანჩბოქსი. ესე იგი, პატარა სენდვიჩი, მაკარონი, სტაფილო, ესა ყურძენი და ერთი ცალი ორეო. ესეთი ზომა აქვს ლანჩბოქსს. რომლებსაც ესე ჩამბალი ესეც იოგურტი. Trildi nila ukana nakhela lamazi baftagi ketia. Matre. Divitutula. Ikra putsi gagmodi gagistsora ertsoti. Modi ახლოს. დაგემუხტა სად მასქენი. Ვილავაისი გოგო. ეხლა სანამ ლიზას წინავს, ჩვენთვის გავიმზადოთ საუზმე და თან დაგელაპარაკებით. კითხვები, რა თქმა უნდა, ველოდებოდი ამ კითხვებს. რა თქმა უნდა. კითხვებს და გახდა თუ არა ლიზა მოქალაქე. ჩემს გარეგნობას ყურადღება არ მიაქციოთ, ოკეი? გახდა თუ არა ლიზა მოქალაქე. ჯერ სანამ ორსულად ვიყავი მთელი 9 თვე ლაივში რო გავდიოდი, შენ არ იფიქრო რომ შენი შვილი მოქალაქე გახდება, შენ არ გეგონოს. ერთმა ისე გამოვიყავდა ყობილები და იცი რა? შენი შვილი მოქალაქე არ გახდება, იმიტომ რომ ამერიკამ ეს კანონი გააუქმა. ნუ მოკლედ რა ძალიან ბევრი შემთხვევა იყო რა მთელი 9 თვის განმავლობაში, რომ აი no, არ გახდება მოქალაქე შენი შვილი. შენი მიტოა შენ მანდ მოქალაქეს, რომ ესა რა ქვია, ესეთი აზრიც იყო, რომ შენ რაღაც საბუთებში ხელი მოგემართვა. ან ჯერ აუვიცები ხართ. ბიჭო, მაგდ ხელა ენას რო წააგდებთ ხოლმე. სანამ ენას წააგდებთ, იქნებ რამე ინფორმაცია მოიძიოთ, რომ უფრო დასაბუთებით, უფრო მტკიცებით წააგდოთ ხოლმე ენები, ხო? მოიძიეთ, დაგუგლეთ ხოლმე რაში შეიძლება მიეხმაროს მოქალაქე ბავშვი, არა მოქალაქე მშობლებს, არა რეგალ მშობლებს, არაფერში, ვერაფერში. მინიმუმ 18 ან 21 წელი ვერაფერში ვერ გეხმარება. მე თუ საბუთო ვიქნები, შეიძლება ხო შემომიერთოს და რაღაც ჩამოსუსუფლება მქონდეს, მაგრამ ხალხო 18-21 წლის პერსპექტივით არ გამიჩენია ჩემი შვილი, რომ აი მე ხა საბუთები პროცესში მაქვს და ანუ მე თვითონ ყველაფერს მოვაკვარებ. ჩემი შვილი ამაში მე ვერაბრით ვერ დამეხმარება. დეპორტიც რო ჩამირთყან, ჩემი შვილი ვერ მიცავს. სახელმწიფო მთავაზობს, რომ თუ
თუ მოქალაქეა ხო სიტყვაზე მოქალაქეს აქვს უფლება დარჩეს ქვეყანაში შენ წადი ანუ შენ შვილს მინდობით აღზრდაში მიაბარებენ მინდობით აღზრდას შენ გიშვებენ იმას აქვს უფლება დარჩეს ქვეყანაში შენ ან ვერაფერში ვერ გეხმარება და ეს ენები ან ჩაიგდეთ ხოლმე ან ინფორმაცია მოიძიეთ და მე იბლატავეთ ხოლმე გენაძოლეთ რაც შეეხება ლიზას ლიზა არის ამერიკის სრულუფლებიანი მოქალაქე აქ ის უნდა ტახის როლში ანუ არის სრულუფლებიანი მოქალაქეა ჩვეულებრივად მიცეს მოქალაქეობა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რაღაცაში ლიზა დამეხმარება და იმ ლიკას ვინც მოქალაქეობის გამო გააჩინა ბავშვი არა მე შვილები მინდოდა და იმიტომ გავაჩინე მეორე გენეთ ეს აზრები ალბათ იმ ხალხს მოგდით ვინც თვითონ ფიქრობთ ესე აი მართლა გეუბნებით ეს ალბათ ეგეთ ადამიანებს მოგდით ეს აზრი თორე ეხლა მე ხო ჩემს გარშემო გააჩინეს გოგოება ბავშვები მაგრამ არ მიფიქრია რომ აი იმიტომ რომ ინფორმაცია მაქვს რა როიბადება მოქალაქე რო აჩენ რა ხდება მე ან მისთვის ძალიან მაგარია ჩემი შვილი გზახსნილია ყველგან აბსოლუტურად ლიზას მაგრამ ჩვენ რა შეგვეხება ჩვენ მივდევთ იმ პროცესებს და პროცესებშიც უკვე 2 წელიწადნახევარია ვარ არაერთი სასამართლო მქონდა და არაერთი სასამართლო მექნება წინ ამაში მე ბევრ ფულს ხარჯავ და მოთმინებას და ნებისყოფას აქ ლიზა არაფერ შუაში ინეცერეთ თქვენ ასე რომ კი მოქალაქეა ლიზა და ძალიან გაუმართლა მე თუ მკითხავთ იმიტომ რომ ამერიკის მოქალაქეობა ბევრ სოფლიოს მასშტაბით გიღებს კარს და უზომო პერსპექტივას გთავაზობს და ასე შემდეგ მაგრამ ლიზა არის ქართველი და არა ამერიკელი ხო ამაზე მინდოდა მეპასუხა იმიტომ რომ ძალიან ბევრს გაინტერესებდათ რომ აბა მიცეს მოქალაქეობა მიცეს მინდა გითხრათ მიცეს ჯო ხო ეხლა ძინავს მე წესი 12-მდე არ ვიყვებები მაგრამ ეხლა დაიძინა და მე შეიძლება ვეღარ მოვასწრო ასე რომ 12-მდე არ ვიყვებები ხოლმე მაგრამ რომელზეც დაიძინებს ლიზა იქიდან გამომდინარე ლიზაზეა აწყობილი ჩემი გრაფიკიც კიდე რა მინდოდა მეთქვა ესე იგი მე ინსტაგრამზე ვინც მიყავხართ კი იცით თქვენ და იქ ძალიან ხშირად ვდებ სტორებს და ძალიან ხშირად ვარ რა იქ ესე ვთქვა ყოველ დღეში რამოდენიმეჯერ მაქვს ურთიერთობა ჩემს გამომწერებთან ინსტაგრამზე ასე რომ გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამ არხი უშუალო კონტაქტისთვის ურთიერთობისთვის და გამეხარდება აღწერაში არის ინსტაგრამ არხი მე მთელი 9 თვე ვემზადებოდი იმისთვის რომ როცა გავაჩენდი ბავშვს მე მიმეხედა ჩემი თავისთვის რა გულისხმობ ჩემ თავში მიხედვაში ჩემი ჯანმრთელობისთვის მიმეხედა პირველ რიგში და ამას ვაკეთებ უკვე 1 თვეა სიმართლე გითხრათ მაგრამ თქვენთვის არ გამიზიარებია ახლახანს გავუზიარე ჩემს ინსტაგრამის გამომწერებს ანუ ყოველთვის იცოდეთ რომ ყველაზე ადრე ისინი გებულობენ ყველაფერს ჩემზე სანამ ვლოგი დაიდება იმათომ უკვე იციან რას ვაკეთებ ანუ ყვებაში პირველ რიგში ყვება რა თქმა უნდა ხო ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენი ყვებიდან გამომდინარეა ძირითადი ფაქტორი არის ყვება ასე რომ ყვება უნდა გავაკონტროლო ძალიან გეცოდინებათ და გაიგებდეთ 300 გრამიან ყვებაზე ჩემ შემთხვევაში 350-ია იქნება გრამაჟობით ვიყვებები ამ გრამაჟობაში შეიძლება ხინკალით შევიდეს შეიძლება მწვადით შეიძლება ქაბაბით პირობითაც საუბრობ მთავარი არის რომ 350 იყოს ნუ რა თქმა უნდა სრულფასოვანი უნდა იყოს იქ ბოჭკოც უნდა იყოს ნახშირწყალიც უნდა იყოს ცილაც უნდა იყოს რა თქმა უნდა უბრალოდ პირობითად გულისხმობ რა მაგრამ კაცრი წესი იქნება 350 გრამი ჩემ შემთხვევაში კაცრი წესი იქნება შუალედებში 4 საათი ჭამიდან ჭამამდე და წყალი ოკეი ფიზიკური აქტივობა კიდე არ მაკლია გინდა სახში იმდენ კილომეტრს გავდივარ ლიზას ხელში რომ არ ვიცი გარეთაც გავდივარ ყურშაბათიდან პარასკევამდე უეჭველი იმიტომ რომ
ლილე გამოვყავს სკოლიდან, ჩავდივართ და მოვდივართ, ქარსიცაც ვათრევ თავის ლიზაიანად და მოკლედ ფიზიკური აქტივობა არ მაკლია. მაგრამ ძალიან რო არ დავისტრესო თავი, აი ესეთი გზა ავირჩიე, მე უკვე 1 თვეა. Სიმართლე გითხრათ, მე კიდე ფეხმძიმედ ვიყავი 350 გრამიანი კვება რო დავიწყე, ორსულად ვიყავი კიდე. მერჩივნა მაშინვე დამეწყო, არ მიყვარს ზოგადად არაფრის ხვალისთვის გადადება ცხოვრებაში, რაც შემიძლია დღეს გავაკეთო, დღეს უნდა გავაკეთო. ოპერაციის დაკლებულ კილოგრამებს არ ვთვლი, ოპერაციიდან გამოსვლისას დავიკელი რომ მორჩა, ხო? წამოვედი კლინიკიდან, დავიკელი სადღაც 8 კილო. და პლუს ამ კვებით 350 გრამიანი კვებით დავიკელი თვეში 8 კილო გავაუქმოთ, მაგას არ ვთვლი. ეგ ოპერაციის ხარჯზე მოხდა. გეტყვით ახლავე. სადღაც 1.8 არა, მაგრამ 6-7 კილო 6 კილო უეჭველი დავიკელი ერთ თვეში. 350 გრამიანი კვებით და რა თქმა უნდა 6 ან 7 საათის მერე, 7 არის ბოლო უკვე. შე შემთხვევაში 6-ის მერე აღარ ვჭამ, მაგრამ ლიზას გამო მომხდარა ისე, რომ 7-ის მერე აღარ მიჭამი, ამიტომ რომ ვერ მომისწრია კვება. და მაგიტო. ვთქვათ 6-7-ის მერე აღარ ვჭამ, აღარ ვიკვებები არაფრით. სითხეები არ ითვლება, ყავა იქნება თუ რა ვიცი, წყალი მით უმეტეს, წვენი. არ გულისხმობ კოკაკოლას, მისაც არ მიყვარს გაზიანი სასმელები, გრამაჟობაში არ ითვლება. გრამაჟობაში ვთვლი ყველაფერს, გარდა სითხისა. ეს იქნება ხილი, მაგალითად, დიდი საუზმეზე, ხო? ყავაც უნდა მივირთვა და საუზმეც, ხო? იმ საუზმეში ჩავათვლი თუ ტკბილი მინდა რამე რა, ამ 350 გრამში ჩავათვლი ხილსაც, ჩავათვლი კვერცხსაც, ანუ ყველაფერს მოიცავს ეს 350 გრამი, დესერტსაც და საუზმესაც. თუ გინდა დესერტი, რა თქმა უნდა. ასე რომ გაგაცანით, რომ მე ამაზე ხშირად არ ვისაუბრებ, არ იქნება ეს არხი იმაზე, რა ვთქვი, 350 გრამიანი კვების ხაზი. შიგადაში უბრალოდ ხანდახან შეიძლება რაღაცა ვთქვა, მაგრამ ეს უბრალოდ გაგაცანით, რომ მე ამ გზაზე ვდგავარ და მივხედოთ ჩემს ჯანმრთელობას, იმიტომ რომ დროა უკვე მე ბავშვის გაჩენას ნამდვილად აღარ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში დაგეგმვით, რამე საოცრება თუ მოხდა და რა თქმა უნდა გავაჩენ, მაგრამ ესე რომ დავგეგმო და მე კიდე მე აღარ მინდა მეტი ორსულობა, მეტი საკეისრო აღარ მინდა, იმიტომ რომ ორსულობაც ჯოჯოხეთური მაქვს და ბავშვებსაც უაზრო ზნისას ვაჩენ. მაგრამ ჯამრთელებს, ასე რომ, ყოველ შემთხვევაში, მეტი ბავშვი მე დაგეგმილად არ მინდა, მაგრამ გამგები გაიგებს რა. აქედან გამომდინარე, სანამ სამსახურს დავიწყებ, სანამ ლიზა ბაღში შევა, მოკლედ შემდეგი ზაფხულისთვის მინდა რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო, ცხოვრება დავიწყო თავიდან და სხვა ღირებულებები და რაღაცეები გადავახარისხო. დროა რომ ჩემ თავს მივხედო, როგორც ქალმა, როგორც დედამ, როგორც ძოლმა და ასე შემდეგ. всё, ამ თემაზე საუბარი მოვჭი, კომენტარებშიც ახლა ძალიან გთხოვთ ეს განხილვები არ გვინდა. უბრალოდ იცოდეთ რომ ამ გზაზე დავდექი ეს რაღაც შემოთავაზებები, ის ქენი, ეს ქენი, ეს დიეტაცა და ეს დიეტა, არა, ფეხებზე მკიდია დიეტები. სტრესი და შიმშილობა არ მინდა, ნამდვილად ყველაფერი მინდა. მირჩევნია თვეში 5 კილო წავიდეს ჩემგან და 7 ნერვებით წავიდეს, ვიდრე 10 წავიდეს და ღამე იმაზე საჭმელზე ვოცნებობდე. არ მინდა. ხო, ეხლა ხოთა შორის გავაკეთებ თქვენთან ერთად ამ 350-იან საუზმეს და ვნახოთ თეფშზე 350 გრამში რა შევა. და არ იფიქროთ რომ ცოტა არის. საკმაოდ რაოდენობის არის. და განაყრებს, რა თქმა უნდა. ნახოთ ახლა რა გამოვა, ნახოთ. აი, ესე გამოიყურება ჩვენი 359 გრამიანი საუზმე. 2 ცალი კვერცხია, კიტრი პომიდორი, ლავაში, მოცარელა ყველია, დატოსტილი და ნახევარი კრუასანი. ეს არის ჩვენი 350 გრამიანი კვება. დღეს. საუზმე, პირველი საუზმე. დღეს არის სამშაბათი, სკოლის მეორე დღე. მივდივართ მე და ლიზა. გამოვიყვანოთ ლილე.
დღეს ცოტა გვიან გამოვედით 3 წუთებია უკვე. იმიტომ რომ დღეს უკვე ჩვეულებრივი დროით არიან და 2-მდე გამოსვლას აზრი არ გქონდა, ასე რომ ამან გაიღვიძა 2 საათი წუთი აკლდა. ჩქარა ჩაუბანე დაუბანე მოვაწესრიგე. ვაჭამე და გამოვიქეცით. სუფთა ჰაერზე ახლა ნაჭამი თავალებს ჭუტავს. ახლა ვერ ვიტყვი რომ ცხელა. ისეთი ამინდია რა, არც ცხელა და არც ცივა. ეს შუბიტი. ჭიბი ტულტულა. კაია. გარეთ კაია. ეხა ფიქრობდი რა, რო არა სკოლა, დამეზარებოდა იმდენად ვიღლები, რომ აი გარეთ გამოსვლა, ამ ქარსითის წრევა ძალიან დამეზარებოდა, მაგრამ კარგია რომ არის სკოლა და ვალდებული ვარ ორშაბათიდან პარასკევამდე წავიდეთ და წამოვიდეთ. ამით ჩემთვის ან მეც სარგებლობ და ლიზაც. სუფთა ჰაერზე გამოდის გარანტირებულად კვირაში 5 დღე. ცოტა რომ წამოიზრდება, მე შაბათ-კვირასაც არ დავზარდებით ხოლმე სეირნობას, მაგრამ ეხლა ისე ვიღლები, რომ ნამდვილად მირჩევნია დავისვენო, როცა ეს წყნარად არის. კვირაში 5 დღე გარეთ საკმარისია, დღეში მინიმუმ 9-9 საათით. ეხლა დავაკვირდით, მები მაქვს. აი გიჟივით. შეშლილივით მაქვს მები, იმიტომ რომ ეგრევე შევიკარი, ეგრევე. ხა და ძალიან გიჟივით მაქვს მები, მაგრამ ნუ გამიგებთ, დედები გამიგებთ განსაკუთრებით. როცა ბავშვი ჯერ ერთი თვისაც არ არის, გამიგებთ. ხო გამიგებთ. აი ესეთი მდგომარეობა. ყველა გამოყვანის წინ. მშობლები ერთმანეთს ახტებიან. აი. ეს იგი ამბია. გამინახა. დღეს მიაქვს კიტრი, უძენის ტაფილი, 1 ძალეულო, იოგურტი, კრუასანი და აქეთ ეყლიყო. მე დავიძინო, იმიტომ რომ ძალიან სვათ ეძინა გუშინ ამ ლიზას. ლანჩბოქსი ნახევარად მე გავუმზადე. მარტო ყიყლიყო და ჩაჩასადები, ჩავაცვე, თადი გავუკეთე და შენ სოსოიდოს. ყიყლიყოს ჩავუდებ და წაიყვანს სკოლაში. მე უნდა მოვასწრო სანამ ძინავს 1 საათი მაინც დავიცი.